გაზეთმა Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პარიზში ბოლო შეხვედრაზე, სადაც უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა, ვაშინგტონმა გადასცა ოფიციალურ კიევს კონფიდენციალური დოკუმენტი, სადაც განხილული იყო წინადადებები, როგორ ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასრულების პირობებს. ერთ-ერთი წინადადება, რომელიც შესთავაზეს უკრაინას, არის ნატოში გაწევრების განზრახვაზე უარის თქმა და ასევე ოფიციალურად აღიარება ყირიმის როგორც რუსული ტერიტორიის. ასეთი ინფორმაცია გაავრცელა არა მხოლოდ Wall Street Journal-მა, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ამის შესახებ კითხვა დაუსმეს, თუმცა მან არც დაადასტურა და არც უარყო ეს ინფორმაცია, მისი თქმით უფრო დეტალურად ამის შესახებ ილაპარაკებს მომავალ 3-4 დღეში. რაც შეეხება პარიზში შეხვედრას, ბოლო შეხვედრა, რომელიც შედგა ქვეყნებს შორის, სახელმწიფო მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების მარკო რუბიომ ამ შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს ომი და თუ ეს ასე არ მოხდება, ამერიკა მზად არის საერთოდ გამოეთიშოს მთლიანად ამ პროცესს. როგორც უკვე გითხარით, Wall Street Journal-ის გარდა ასევე სხვა მედია საშუალებებიც ავრცელებენ ამ შესახებ ინფორმაციას, მათ შორის არის საინფორმაციო სააგენტო Bloomberg და ასევე CNN-იც. წინადადებები, რომელიც შესთავაზეს უკრაინას, როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი არის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა, ასევე ყირიმის აღიარება როგორც რუსეთის ტერიტორიის, ერთ-ერთი წინადადება ასევე არის ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ტერიტორიის ნეიტრალურად გამოცხადება და მისი გადაცემა ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ და ასევე დოკუმენტში გათვალისწინებული არის რუსეთის მიმართ ნაწილობრივ სანქციების მოხსნაც, რომელიც დაუწესდა დასავლეთმა, მას შემდეგ რაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. თავის მხრივ აღსანიშნავია ის, რომ Wall Street Journal-ი მიუთითებს ასევე წინადადებებსაც, რომელიც არ წერია ვაშინგტონის დოკუმენტში, რომელიც წარედგინა უკრაინას, რასაც სავარაუდოდ ითხოვდა რუსეთი. მაგალითად, არ არის წინადადება იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს უკრაინის 4 ტერიტორიას, რომელზეც აქვს პრეტენზია რუსეთს, ეს არის დონეცკი, ლუჰანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე. ასევე შემცირდეს უკრაინის ჯარის რიცხვი, რასაც სავარაუდოდ ითხოვდა რუსეთი. ეს ასევე არ არის შეთავაზებულ დოკუმენტში და ასევე არ არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, რასაც ასევე სავარაუდოდ ითხოვდა რუსეთი, აღნიშნავს Wall Street Journal-ი. მიმდინარე კვირას ლონდონში არის დაგეგმილი კიდევ ერთი შეხვედრა, რასაც ასევე უნდა დაესწროს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობა მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით და სავარაუდოდ უკვე ამ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისგან ელოდება პასუხს.